gon' do this. დაამთავრე სკოლა. სწავლობდი მუსიკალურში სწავლობდი და რაღაც მეტი თითქმის არაფერი. უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ კიდე. ხო. ეგ დავავიწყდა მე. თავარი. რომ არა მომღერალი სავარაუდოდ იურისტი ვიქნებოდი. საკუთარ თავში ის მომწონს რომ მგონი ზოგიერთების განსხვავებით პასუხისმგებლიანი ტიპი ვარ. ეს ერთი მე მეორე არ ვიტყუები ბევრს და არ შემიძლია რომ საქმე გავაფუჭო მაგალითად რაღაც აწყობილი საქმე რომ გავაფუჭო ვინმეს. ეს საქმეში ვარ ესეთი. ისე პიროვნულად რავი. მგონი რომ ბევრი დადებითი თვისება მაქვს. ცუდია ზოგადად რომ ადამიანი დადებითს ხედავს, მაგრამ მგონი რომ ბევრი დადებითი თვისება მაქვს და ნაკლებად აუტანელი ვარ. კუმირი მყავს. რამოდენიმე კუმირი მყავს, გააჩნია ახლა საქმეს ჩემი აზრით, მაგალითად. ფეხბურთში ჩემი კუმირი ლეო მესია. მაგალითად პოლიტიკაში ნაკლები კუმირი მყავს, მაგრამ ძველი, უფრო ძველი პრეზიდენტები, ძველი მოღვაწეები, ალექსანდრე მაკედონელია ჩემი კუმირი, მაგალითად. თავისი სიმამაცით გამოირჩევა. ხელოვნებაში ბევრი კუმირი მყავს. ახლა მუსიკაში თუ დავა კონკრეტულად მუსიკაში, მაგალითად ტრენტ რეზნორია ჩემი კუმირი, საოცარი პიროვნება. მაგალითია ნათელი ჩემი იმის, როგორ შეიძლება არაფრისგან რაღაც გააკეთოს ადამიანმა. არაფერი გაგაჩნია და თავს დააძლევ რაღაცას და გააკეთებ. დანარჩენ სფეროებს უბრალოდ ახლა აღარ შევეხები, იმიტომ რომ ამ სფეროებს უფრო ზედაპირულად უყურებ, რავი. ის სპორტის სახეობა ყველაზე მეტად მომწონს ფეხბურთი. ფეხბურთთან შემიძლია ვთქვა, რომ ნომერ პირველი სპორტია ჩემთვის ფეხბურთი, თვითონაც ვთამაშობ შესაძლებლობის მიხედვით, შემიძლია ბიჭებთან ერთად არა მარტო მინიზე ვითამაშოთ ცოტათი სტადიონებზეც ნებისმიერ დროს დამირეკეთ გამოვა, არა პრობლემა. მოკლედ, კიდე სპორტის სახეობიდან ასე თუ ისე რეგბი მომწონს, ძალიან ძნელი თამაშია. რამოდენიმეჯერ უყურებდი როგორც თამაშობდნენ, მე არ შევსულ ვარ სტადიონზე, მაგრამ სასწაული რაღაცა. არ მომწონს კალათბურთი მაგალითად. არ მომწონს კალათბურთი რაღაც ძალიან ბალეტი სპორტია, ბალეტი ახლა შეიძლება ცუდად გამოვიდეს, მაგრამ სპორტად მე რაღაც არ ავიღე. ძალიან ისეთია რა. ხელი შეხება, ჯარიმა და რაღაც ის. უფრო ისეთ სპორტი მომწონს რა. რასაც თავდადება და რაღაც ფიზიკური მომზადება სჭირდება. თუმცა კალათბურთსაც სჭირდება, მაგრამ ძალისმიერი შევძლებები უფრო ნაკლები. მოკლედ. ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რავი. ექიმი მინდოდა გამოსულიყავი მგონი. მე ხო ერთი სიტყვით, კერასინის თაობა ვიყავი, ასე ოძახდნენ ჩემ თაობას. უშუქობაში გაზრდილი ბავშვები და რაღაცები. იყო ისეთი რაღაცები ჩემს ბავშვობაში, რაც რომელიც სფეროებიც მაგალითად უფრო ისეთი იყო რა. ჭირდებოდა მაგალითად ჩვენს ქვეყანას, მაგალითად და მე რატომღაც ეგეთი ტიპი ვიყავი, რომ მომწონდა ექიმობა. უფრო მეგონა რომ ხალხს უშველიდი რაღაცით. პოლიციელობა და სუპერგმირობა რატომღაც არ მინდოდა, უფრო რაღაც ესეთი მეცნიერული თვალსაზრისით უდგებოდა. ნიჭი რომელიც მინდა მქონდეს, ალბათ ძალიან მინდა რომ ძალიან ჩქარად დავრბოდე. ეს უფრო ნიჭი არაა, უფრო შესაძლებლობაა, მაგრამ და კიდე მინდა ერთი ნიჭი მქონდეს, იულიუს კეისარის, მინდა რომ რამოდენიმე საქმეს ერთად ვაკეთებდე. ეს არის ყველაზე ცუდი მომენტი ჩემს ცხოვრებაში, რომ რაღაცას რო ვაკეთებ კონცენტრირებული იმდენად ვარ ამაზე, რომ შეიძლება რაღაცა უბრალოდ დამიძახოს ადამიანმა და არ გავხედო, ან გავხედო ხო უთხრა და შემდეგ ყურადღება არ მევაქციო რა. აი ეგ მინდა რომ რაღაც ისეთი ვიყო ცოტა სწრაფი და პლუს შემეძლოს რამოდენიმე საქმის გაკეთება ერთდროულად. ფეხბურთის თამაში მიყვარს ძალიან. ხშირად ბიბლიოთეკის სტუმარი არ ვარ, მაგალითად, მოგატყუებდით ამას, მაგრამ რაღაც დონეზე ახალი ინფორმაციის მიღება ჩემი ერთგვარი ჰობია, ძალიან მიყვარს. ჩემს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე
ყურება და შემდეგ რაღაც გადასმების გამოტანაც ჩემთვის ეს უკვე ნაკლებ ფობია, მაგრამ ერთგვარად აღუქონას. კიდე რავი, კომპიუტერით თამაშები მიყვარს ძალიან. მეტი რავი, მოსმენაც ალბათ რაღაც თვალსაზრისით ხობად შეიძლება აღიქვას. ძალიან მიყვარს ადამიანების მოსმენა. არ გავაკეთებ არასდროს. რავი, ამ კითხვას გონი ვერ ვპასუხებ, იმიტომ რომ შეიძლება ყველაფერი გავაკეთო. მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს, რომ რაღაც ვერ გავაკეთო. არ ვიცი, ვერ გეტყვით. მაგალითად, ძალიან ისეთი ცუდი რაღაცების გაკეთება ნაკლებად შემიძლია, როგორც ადამიანს, მაგრამ რავი, თუ რაღაცის წინაშე დავდექი არჩევანი, შემიძლია გავაკეთო თამამად. მაგალითად, ზოგი იძახის, რომ ვერ მოკლავ კაცს. იურიდიულად მაგალითად, თუ მიუდგებით ამ საკითხს, შემიძლია ვთქვა, რომ თუ მოხდა ისე, რომ ქუჩაში ვინმე გადამეყარა, რატო ვფიქრობ ამაზე არ ვიცი, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ქუჩაში ვინმე თუ გადამეყარა იდიოტი, შემიძლია, რომ თავი დავიცვა და უფრო უარეს გავუკეთო, ვიდრე მას ქონდა განზრახული. რავი, ცოტა არაადეკვატურად ჟღერს, მაგრამ ძნელია უბრალოდ ეგეთ რაღაცებზე უპასუხო, რას არ გააკეთებდი. ბევრ ამის ვნანობ, მაგალითად, ბევრ ამის არ ვნანობ. ვერ გეტყვით ასეთ დაკონკრეტებით რა. ზოგიერთი რა პირადულია უბრალოდ. მაგრამ ერთ სიტყვი რომ დღესდღეობით ჩემი ცხოვრებით აბსოლუტურად ყველაფერი ვარ. და რაც გამოჩნია მგონი რაც მომეცა ძალიან მაგარია. პირველი კოცნა. მარც მახსოვს. ვერ გეტყვით რაღაც ზოგიერთი იძახის ბავშვობაში რაღაც და რაღაც. ეგეთი რაღაცები არ მახსოვს უბრალოდ. სიყვარული ჩემი გადმოსახედით არის ბედნიერება, რა თქმა უნდა. სიყვარული არის საკუთარი რაღაცების დათმობა. ორ მხრივ ურთიერთობაზე გადასვლა უბრალოდ. რავი, სიყვარული არის ის, რაც ამოძრავებს კაცობრიობას და ბევრი სიცოდის მიუხედავად დღესდღეობით ამ გრძნობის და ამ რაღაცის გამო ვარსებობთ ალბათ ჩემი აზრით. სიყვარული ძალიან მაგარი რამეა. ყველაზე ბედნიერია ალბათ ვიყავი, როდესაც ჩემი შვილი შემეძინა. ეგ იყო ჩემი რაღაცა პიკი ცხოვრების, მაგარი. ამაზე ბედნიერი მგონი არ ყოფილა არასდროს. ქალი ჩემთვის არის ადამიანი. რომელსაც სჭირდება სათანადო მოპყრობა და არა დამცირება მაგალითად. დღესდღეობით აქტუალური თემაა ქალის მიმართ ყურადღება. ქართველისთვის ქალი ყოველთვის იყო რაღაც სანუკვარი რამე, ხატად იყო ქალის კულტი ქცეული ზოგადად ჩვენს ქვეყანაში. მეც ეგრე ვთვლი, რომ ქალს განსაკუთრებული მოპყრობა ჭირდება, განსაკუთრებული ყურადღება ჭირდება, რადგანაც ჩვენ მეტი სატანა შეგვიძლია კაცებს. რავი, რაინდულად არ ვამბობ ამას, უბრალოდ ვამბობ, რომ ქალი არის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ქალის გარშე ჩვენ ვერ ვიარსებებდით. ისე რომ პატივი უნდა ვცეთ და რაღაც სხვა დონეზე უნდა ავიყვანოთ ქალი, ვიდრე კაცი ჩემი აზრით ეგა. ფრაზა, რომელიც ყველაზე მეტად მინდოდა თქვა, ძალიან უგარული ფრაზაა და არ ვიტყვი. ძალიან მინდა რომ რაღაც ენდეტაში რომ გამოდის და ყველა რო უყურებს ასე გამოვიდე და ვთქვა რომ რაღაც ძალიან ცუდი რაღაცა მინდა ვთქვა. ან გამოფხიზლდით მინდა ვთქვა რომ ანუ როდეს უნდა მოვეგოთ გონს ან რაღაც ეგეთი რაღაცა რა ვერ გეტყვი ძალიან ისეთი რაღაცა ანუ მე მაწუხებს ისეთი თემები ყველაზე მეტად ანუ ახო ადამიანი რა ანუ რაღაც აქვს საკრალური რაღაცეები რა მე ყველაზე მეტად მაწუხებს რა თქმა უნდა ჩემ ოჯახს არ ვეხები ჩემს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ძალიან მაწუხებს სიმართლეს ვიტყვი და რავი ალბათ მაგას ვიტყოდი და პლუს ეხა რავი ყველასთვის მაგას ვიტყოდი და დანარჩენს უკვე ვინც საჭირო იცის უბრალოდ რასაც ვიტყოდი ალბათ ჩემს პროფესიაში ყველაზე მეტად მომწონს ის რომ შემიძლია გავაკეთო ისეთი რაღაცეები რაც სხვას არ შეუძლია რომ გააკეთოს ამით გამოვირჩევი გონი
ანუ ზოგადად ვამბობ მუსიკოსი და არა მე მაგალითად. პლუს ხელოვნება ძალიან მაგარი რამეა ოდითგანვე ის ადამიანები ვის ისტორიაში ოქროს ასოებით არიან შესულები თავისი ცუდი მახასიათებლებით კარგით ყოველთვის აფასებდნენ ხელოვან ადამიანებს ყოველთვის ჯეროდათ რომ რაღაც დონეზე ხელოვანს შეუძლია შეცვალოს მიმდინარე პროცესები ან რაღაც ეპოქა მე ამ დონეზე ხა არ ვაიგივებ საკუთარ თავს მაგრამ მიმაჩნია რომ ეს შეუძლია ხელოვნებას გააკეთოს და უფრო კარგი გახადოს ქვეყანა სოფლიო არ მჯერა რომ ივერია გაბრწყინდება თუ თავს ძალას არ დავატანებთ ამის არ მჯერა ნამდვილად არ მჯერა ბევრი პოლიტიკოსის არ მჯერა როდესაც ადამიანი ძალიან გახსნილად გელაპარაკება ხვდებთ რაზე ვამბობ მაგრამ ამავდროულად არ მჯერა კიდე ტელევიზიის არ მჯერა რაღაც brain wash მიმაჩნია რომ არის პლუს არ მჯერა რომ ლივერპულმა მართლა მოუგო მილანს 2005 წელს ანუ რაღაც 3-0 ანუ არ მჯერა ის რაღაცა მოხდა ალბათ რა შესვენებას კარგი ტრენტ რეზნორი მინდა გავიცნო ჩემი გუნდი ძალიან მინდა რომ გავიცნო ეს პიროვნება თუმცა არ მენდობნებ რომ რაღაც ბევრ რამეს მეტყვის მაგრამ ძალიან მინდა რომ გავიცნო ძალიან მინდა რომ გავიცნო დეიგროლი მინდოდა რომ გამეცნო ლეინსტელი ალბათ ის ადამიანები ვინც ჩემს პროფესიას ეხება თუმცა არიან ისეთი ადამიანები რომლებიც ჩემს სფეროს არ ეხებიან მაგრამ იმდენად მაგრები არიან იმდენად ნიჭიერები არიან იმდენად რაღაცების გაკეთება შეუძლიათ რომ აღფრთოვანებას იწვევს ჩემში და ძალიან მინდა რომ უბრალოდ ამ ადამიანებთან კონტაქტი ელემენტარული მქონდეს მაგალითად ექთიმა თაყაიშვილი არ ვიცნობ ამ ადამიანს ფიზიკურად ხო რომელი ეპოქის მაგრამ ისეთი რაღაცა გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის რომ ძალიან მაინტერესებს რა იყო მისი მოტივატორი ალბათ ზოგიერთი იყვის რომ პატრიოტიზმი და ქვეყანა მაგრამ იცით რა ძნელია როდესაც შიმშილის წინაშე დგეხარ და ამ დროს იფიქრო რაღაც ქვეყანა ანუ ესეთი ადამიანები მხიბლავს და არა რაღაც წვრილმანი ტიპები რა რაღაც ისეთი რაღაც ვერ გეტყვით საინტერესო ადამიანები ეგეც თემა შემოკლებით რა ვიცი ანუ რავი არის ჩემი ფრაზა რომელსაც ხშირად რავი ალბათ ეგა ჯერა რომ ქართველები ისწავლიან ფეხბურთის თამაშს ჯერა რომ ბათუმში ოდესმე იქნება სტადიონი ფეხბურთის და არ მოუწევს ჩვენს ანუ მე ხო ბათუმელი ვარ ვიცი რა გვინდა რომ სტადიონი გქონდეს მოკლედ კიდე მჯერა რომ საინტერესო პროცესები განვითარდება ჩვენს ირგვლივ ახლოს მომავალში მუსიკის სფეროში იქნება სერიოზული წინსვლა ჯერა რადგანაც სამი საბრძოლოს მაძლევს რამოდენიმე ძალიან მაგარი ალბომი რომელიც გამოიცა ახლოს 2 წლის განმავლობაში ანუ ახალგაზრდა თაობების რაღაც underground დიჟენია უკვე დაწყებ დიჟენია რაც დიდი ფრაზა გავაიყენე იმედია ბაბათიეთ ან მოძრავ დაიწყო ჩვენს ქვეყანაში და ჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება ოპტიმისტი ვარ კარგით მაშინ სიმართლეს ბოლოს ვიტირე ფილმს უყურებდი Warriors უყურებდი ფილმს და ალბათ ძნელი არ იტირო ტომ ჰარდის და მის ძმის რაღაც აი იყო მგონი ჩემი ბოლო ცრემლი და ძალიან მაგარი ანუ ბავშვობაში სულ მარტყუებდნენ რომ მეცნიერო ეხაც რომ შენ ცრემლებს აქ რაღაც $1,000,000 ღირსო შენ ცრემლიო რა მეთქი ანუ ბევრს ვიტირებ მაშინ და მილიონერი გავხდები მეთქი რაღაც ეგრე მარტყუებდნენ მჯეროდა ცრემლი ჩემთვის ეგ იყო რა ანუ არ ვტირი ხშირად ცუდია მაგრამ რა კაცები არ ტირიან ხშირად უფრო გოგოები ტირით ვოთ ცუდი პერიოდი ცხოვრებაში ბევრს ხონია მაგრამ მანი
მაგარი ფრაზა თქვა რუსთაველმა, რომ ცუდს კარგი მოსდევს, კარგს ცუდი. ანუ ეგეთ რაღაცა უკვე დავამუღამე რა, ცუდი რო ხდება რაღაც შენს ირგვლივ. ნუ გააჩნია ხა ცხოვრებისეულად ბევრი რამის გადატანა შემიძლია. ამით მგონი ვამაყობ რა. და პლუს, ანუ თუ ვინმე გამოგაკლდება ფიზიკურად შენს ცხოვრებაში, ანუ გადავა იქეთ თუთი სოფლიდან წავა. ამის გადატანა ცოტა ძნელია. თუმცა დაძლევა შეიძლება, ასე რომ ვერ ვიხსენებ ისეთ პერიოდს, რომელიც განსაკუთრებული სიცოდით გამოირჩეოდა რა. რაღაც დონეზე თანაბარია. თუმცა პოზიტივი ჭარბობს ჩემს ცხოვრებაში. პირველი სიყვარული, რა ვიცი, ამხრივი სიყვარულები მქონდა ბავშვობაში, მგონი. არ ვიცი. არ გეტყვით იცი, მაგრამ ეს ვიტყვი, რომ ისე როგორც ჩემი მეუღლე მიყვარს, ეს არის სიყვარული. დანარჩენი ალბათ იყო უბრალოდ გართობა და თავისუფლება. ალბათ. ოჯახი ჩემთვის ნიშნავს მე გავიზარდე ისეთ ოჯახში, სადაც აფასებდნენ მაგალითად ტრადიციებს აფასებდნენ. ერთგვარად ტრადიციის შემნახველი რაღაცაა ოჯახი, პლუს ოჯახი ნიშნავს დასვენებას ჩემი აზრით. ოჯახში ადამიანი ენერგიას იკრებს. ოჯახში იმუხტება პოზიტივით, ოჯახი არის ჩემთვის სახელმწიფო უჯრედი, რომელზეც შედგება აბსოლუტურად ყველაფერი. და მე ვფიქრობ, რომ ოჯახი იკრება მაშინ, როდესაც ჩნდება პატარა. თუმცა აბსოლუტურად მესმის ისეთი ადამიანებიც, რომელსაც არ ყავთ პატარა, მაგრამ უყვართ ერთმანეთს სიგიჟემდე და ეს სიყვარულია თვითონ ოჯახი. არ დავარქვევ, ოჯახი არის ყველაფერი. ნებისმიერ თვალზე რო აბრუნო აქეთ იქ. ოჯახი არის ყველაზე მაგარი რაღაც. არასოდეს ჩავიცვამ არ ვიცი მე ყველა ტანსაცმელს და ტანისამოს არ ვიცნობ რაც არსებობს ბუნებაში, მაგრამ ნუ რაღაც თუ არ მომეწონა შეიძლება არ ჩავიცვა ელემენტარულად. რავი, მაგალითად ნირვანა, კურტ კობეინი და თავისი ბენდი, კურტ კობეინი და თავისი ბენდი. პირველად თქვი ესეთ რავი, რომ კურტი გავაღმერთე ნირვანაში. ანუ ნირვანა. მოკლედ სერაზე კაბებს იცვამდნენ. მაგრამ ეგ იყო რაღაც პროტესტი და რაღაც გამოხატულება. ამიტომ ტანსაცმელს როგორც რაღაც აქვს თავის დატვირთვა ალბათ, ამას რომ ვერ ვიტყვი რომ რაღაცას ვერ ჩავიცვა. საჭირო გახდება ჩავიცვა. კი ალბათ. მაქვს რაღაცები, კომპლექსები. მაქვს, ანუ ვერ ვიტყვი, მაგრამ ანუ მწყინს მაგალითად საკუთარ თავში ის რომ რაღაცა შემიძლია და ვერ ვაკეთებ და შემდეგ ამაზე ვფიქრობ რატო ვერ ვაკეთებ. ანუ კომპლექსი შეიძლება არ იყოს, მაგრამ და კიდე კომპლექსი მაქვს, ანუ კომპლექსად არა, მაგრამ ანუ ვერ ვიტყვი ამას, არ მომწონს უბრალოდ ეგეთი რაღაცები რაღაც. ძალიან ისეთი ადამიანები რა, ძალიან ბნელი. ასე ვიტყვი, ანუ ბნელი ადამიანები, რომლებიც ვერ აზროვნებენ ესეთი ადამიანების კომპლექსი მაქვს, რადგანაც ასე მიმაჩნია, რომ უკან ვხევენ და მგონია რომ მეც უკან ვხევენ, რაც კომპლექსები მგონი. ანუ ფიქრობ აქ თემას. ერთგვარი კომპლექსი ხო რაღაც ერთობლიობა, თქვენ კომპლექსი ამას ნიშნავს. ალბათ ეგეთი რაღაცა იჭდება. ბეჭედი დაქორწინა დაბაქვს სულ. ანუ მე დავყვები ბეჭედს ალბათ. ან დაბაქვს ბეჭედი, ხო, რა მნიშვნელობა აქვს. კიდე ნუ ეხა დაბადებიდან მაგალითად ჩემი ორგანოებიდან მაქვს, ხო, ვერ ვიტყვი, მაგრამ რატომღაც ეს დამაქვს დიდი ხანია, რაღაც არის მზეა. ძალიან მაგარი რაღაცა ვიყიდე სადღაც მაღაზიაში. უკვე ნახე, გაცვეთილია, მაგრამ მაინც დამაქვს, მე მიყვარს, ანუ მზეა და რაც მომწონს. და კიდე რა დამაქვს ალბათ. უნდა დამქონდეს გიტარა, მაგალითად სულ ყველგან, მაგრამ ვერ დამაქვს გიტარა სულ ყველგან, რა ვქნა. მაგრამ დიდი ხანია შემომჭა ჩემი მაუსი. მაგარი. გამიძლო. რავი, აბა. ჩემს ესეთი ფრაზა რავი, აბა ეს კიდევ თქვი. ბავშვობიდან ბევრი რამ მახსოვს, ძალიან მაგრად მახსოვს.
ანუ ისეთი ცუდი რაღაცა რო იყო, რომ ბავშვებს რო სტადიონს არ უკეთებდნენ რა და ანუ რაღაც ისეთი სტადიონი ქონა, ცემენტისგან გაკეთებული. და ქვები იყო შიგნით დიდი, რაღაც ფეხს წამოდებდი ხოლმე, წაიქცევა. და ამას ბავშვობაში რო წვიმდებოდა გუბეები და ამას ასე ვიღებდით სილებს, ყრიდით სილას, რატო თქვი სილები? სილას ვიღებდით, ყრიდი ვაშრობდით, შემდეგ გადაქონდა და ვთამაშობდით შემდეგ ამას. ეგ მახსოვს ძალიან მაგრად. ბავშვობით ბევრი რამე მახსოვს. ანუ რა ვიცი. სასიამოვნო მოგონებები ალბათ უფრო ვიდრე ცუდი. თუმცა შრამებიც ბევრი დამშა ბავშვობიდან ეგეც მახსოვს. ოკი, რაღაცები კი. ანუ მაგარი ესეთი გასაკვირველი რაღაცები, მაგრამ ანუ ჭორია რა. ალბათ ჭორებს სხვადასხვა მინდა ვთქვა, რომ კაცები უფრო ბევრს ლაპარაკობენ ჩემი აზრით ვიდრე ქალები. ანუ რო დავაკვირდი რა. და ანუ ჭორი ჩემთან, ანუ რაღაც უფრო ტიპები იგონებენ რაღაცებს ჩემზე მამენ გონია რომ ვიდრე უფრო ქალები და რაღაცნაირი ჭორი. ანუ ვერ გეტყვით ზუსტად რა ჭორი, მაგრამ ანუ რაღაც სტრანი რაღაცები ჩდებოდა რა. უფრო ვერ გავიხსენე კონკრეტულად, ანუ ეხლა არ მახსოვს, მაგრამ იყო რაღაცები. მაგარი ისე მგონია რომ ქალი ამას ვერ მოიფიქრებდა უბრალოდ. ძალიან თვალებადი ხასიათი. კეთილი ვარ. ნაკლებად შემიძლია რომ ადამიანზე ბოროტი რაღაცები ვიფიქრო და გავაკეთო და მოვიქცე. თუმცა თუ მიყვანენ იმ მდგომარეობამდე რომ რაღაც ჭუიდან შევიშალო, შემდეგ უკვე როგორც ყველა ვერ ვაკონტროლებ საკუთარ თავს. ჩემზე ამბობენ რომ ლაპარაკი არ უყვარს ძალიან. ანუ არ გველაპარაკება ტიპი რა. ანუ რავი, არ ამბობ. ლაპარაკობ ჩვეულებრივად თავი. სოქს გონია რომ არ ლაპარაკობ, ეგეთი ტიპი ვარ. და მე თვითონ არ მიყვარს რა ლაპარაკობ. კიდე ამბობენ რომ რაღაც ცოტა ვერ არისო. ანუ ვარ. რავი. რაღაცებს ამბობენ, მაგრამ ზოგჯერ სიმართლეს ამბობენ, ზოგჯერ ამბობენ კაი ტიპია და მუშაობა უყვარსო და კარგად ღერისო და ასე შემდეგ. ვეთანხმები მას. ხო და დანარჩენ ზოგიერთ რამეს არ ვეთანხმები, რასაც ამბობენ. ყველაფერს ხო შეიძლება დაითანხმო, რასაც ამბობენ. მაგალითად, მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში მე გავოცდები საკუთარი თავით, თუ ავდგები და რაღაცას ანუ რა ვიცი, აბა, ვერ გეტყვით. ელემენტარული რაღაცებით ალბათ, მცირედი რაღაცა გამოვიდა, შეგვაგინა ყველას. ან სახლიდან გადმოდგა და მეზობლებს, ანუ არ ვიცი ასეთ რაღაცას რეალურად რა და მგონია რომ ეგეთი რაღაცები გააკვირვებს ხალხს. სხვა, რავი. ალბათ, საერთოდ გადმოხდა მე-5 სართულიდან თუ მე-6-დან, თუ გინდა პირველიდან არ გადმოხდება არც პირველი სართულიდან. არ ვიცი ეგეთ რაღაცებს. ადამიანში ვაფასებ რომ არის ადამიანი და არ არის მაგალითად ესეთი არსება, რაც ადამიანობას ეწინააღმდეგება. კონკრეტულად ადამიანობაში ვაფასებ, რომ არის ჩვეულებრივი ადამიანი და არა რაღაც ისეთი. იმიტომ რომ მეც ეგრე ვფიქრობ, რომ ეგეთი ვარ და მირჩევნია ჩემსნაირებთან, ვიდრე განსხვავებულ რაღაც ისეთ ტიპებთან. არ მიყვარს უბრალოდ ეგეთი ადამიანებთან ურთიერთობა. და მაგრად მომწონს რომ პირდაპირ მეუნებიან რაღაცებს და არ მიმალავენ და ასე შემდეგ. არ მატყუებენ. ეგ მომწონს ყველაზე მეტად.